არასამთავრობო ორგანიზაციების საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. მესამე სექტორი წინასწარ შედგენილ სიებზე მიუთითებს და საარჩევნო ადმინისტრაციას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს კომისიების წევრთა პარტიული ნიშნით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში და როგორ აფასებს პროცესის მიმდინარეობას ცენტრალური საარჩევნო კომისია? ნიკა მუკბანიანი, დავით ევზაძე დეტალებით. საარჩევნო კომისიაში გახდა ცნობილი ასეთი წინასწარი სიების არსებობის შესახებ. ეს იყო სამტრედიის, ქობულეთის, სენაკის ოლქები. სამართლიანი არჩევნების იურისტი იმ რეგიონებს ასახელებს, სადაც მისი ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით მოხდა. მიხეილ ბენიძე ვერ აკონკრეტებს, ვისი ჩარევით ხდება კომისიის წევრების არჩევა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც არსებობდა და ასეთი მიზნები, ეს იქნეს გადაფიქრებული და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები კომისიების დაკომპლექტების დროს, რაც კომისიის მიმართ სანდაობას ჩრდილს მიაყენებს. როგორც ცესკოს, ასევე მასზე დაქვემდებარებულ საალქო კომისიებს მოუწოდებთ, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ყურადღება გამოიჩინოს სწორედ საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი სახის მესამე პირების ჩარევა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი იყოს ეს პროცესი. მესამე სექტორისგან განსხვავებით საარჩევნო კომისიის წევრთა დაკომპლექტებაში მმართველი გუნდის პირდაპირ ჩარევაზე საუბრობს ოპოზიცია. მათი განცხადებით წევრების შერჩევა პარტიული ნიშნით ხდება. მმართველ გუნდში კი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და დარღვევების დამადასტურებელ მტკიცებულებებს მოითხოვენ. კომისიის წევრების შერჩევაში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის, რამდენად ლოიალურები არიან ქართული ოცნებასთან მიმართებაში, როცა საუბარია იმ კომისიის წევრებზე, რომელიც პროფესიონალურ ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ მთლიანად დაიმორჩილოს საუბნო საარჩევნო კომისიები, რაც რა თქმა უნდა შეარყევს საარჩევნოებისადმი დობის საკითხს. ძირშივე მოსწევს იმის განცდას, რომ იქნება თავისუფალი საარჩევნო გარემო და ძალიან დაძაბავს წინა საარჩევნო ვითარებას. თუ ხალხი აქტიური იქნება და აქტიურად გამოვა მოსახლეობა არჩევნებში ხმის მისაცემად, მაშინ манипуლირების შესაძლებლობა იქნება მინიმალური. ეს შემიძლია გითხრათ, ის რომ ყველაფერს გამოიყენებს ქართული ოცნება манипуლირების შესაძლებლობისათვის, ეს ძალიან ნათლად ჩანს. არც ერთი მტკიცებულება ჩემთვის ცნობილი არ არის. რომელიც რაიმე აი ამ პროცესის ხარვეზების მამხილებელი იქნებოდა. თუ ესეთი მტკიცებულებები იქნება, რასაკურველია შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსი და რა დაირღვა კონკრეტულად. წინასწარ შედგენილი სიების არსებობას არ ადასტურებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა კანონის ფარგლებში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და პროცესში მონაწილეობის მიღება ყველა უფლებამოსილ პირს შეუძლია. დღესაც მიმდინარეობს არჩევები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ვისაც აქვს უფლებამოსილება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება სხვადასხვა მოსაზრებებს, ამ ეტაპზე არ არის ეს დადასტურებული მოსაზრებები და გარემოებები, შესაბამისად, პროცესი არის გამჭვირვალე და შედეგები არჩეულ პირთა შესახებ ასევე იქნება გამჭვირვალე. საალქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა 19 აგვისტოდან დაიწყო და 23 აგვისტოს დასრულდება. რის შემდეგაც არჩეულ პირთა შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილი გახდება.